შეხვედრა, როგორც ყოველთვის იყო ძალიან საქმიანი და გულახდილი. ბატონი ჯეიმს აპატურაი მოგეხსენება წლების განმავლობაში მუშაობს საქართველოზე და ძალიან კარგად არის ინფორმირებული ყველა დეტალზე და სასიამოვნო იყო მისი მხრიდან მოსმენა იმისა, რომ საქართველო ასრულებს ყველა ნაკის ვალდებულებას ნატოსთან, განსაკუთრებით უელსის სამიტის შემდეგ და თანამშრომლობის ინტენსიური რეჟიმზე გადასვლა ეს არის უკვე მომზადებული პროცესი და ამ თვალსაზრისით ჩვენ არანაირი პრობლემები არ გვემუქრება. ვისაუბრეთ ჩვენ იმ საერთო საფრთხეებზე, რაც საქართველოს და ნატოს წევრ ქვეყნებსაც ემუქრებათ რუსეთის აგრესიული პოლიტიკის გამო. მე ბატონ აპატურაის მადლობა მოვახსენე ნატოს გენერალური მდივნის განცხადებებისთვის, რაც იყო ძალიან დროული და ადეკვატური სოხუმსა და მოსკოვს შორის გაფორმებული დოკუმენტთან დაკავშირებით. აგრეთვე იმისთვის, რომ ძალიან სწრაფად მიმდინარეობს იმ პაკეტით გათვალისწინებული ღონისძიებების გადაწყვეტილების მიღება, რომელსაც ჩვენ უელსის სამიტის შემდეგ ველით. შევეხეთ ცხადია დემოკრატიული რეფორმების პროცესს და ზოგადად სამინისტროში განხორციელებული ცვლილებებს. მან აღნიშნა, რომ სამინისტროში ვიზიტის შედეგად დარწმუნდა, რომ არათუ რაიმე ცვლილება პოლიტიკურ კურსში, არამედ ძალიან ტექნიკურ დონეზე ყველა საკითხი და ყველა თემა მიდის და ვითარდება ისე, როგორც ეს დაგეგმილი იყო და როგორც მოლოდინი იყო. თუმცა ბატონმა აპატურაიმ, რა თქმა უნდა, აღნიშნა, რომ შიდა პოლიტიკური ცხოვრება, ეს არის შიდა პოლიტიკური ცხოვრება და ქართველების გადასაწყვეტი და მათ შორის პოლიტიკური ძალების, მაგრამ საერთაშორისო საზოგადოება ელის საქართველოსგან მეტ სტაბილურობას და მეტ დაფიქრებას ისე დროს, როდესაც მსგავსი საკითხები ხდება ხოლმე. ჩვენ ვისაუბრეთ იმაზეც, რომ 2016 წელი არის ძალიან მნიშვნელოვანი როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. 2016 წელს გაზაფხულზე ნატოს მორიგი სამიტია დაგეგმილი, ამ დროისთვის უკვე გახორციელებული პროექტების, მათ შორის სასწავლო ცენტრის და სხვა ღონისძიებების თაობაზე ნატო-ელის პროგრესს ჩვენი მხრიდან. მეც ვუთხარი, რომ 2016 წელი ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ საპარლამენტო არჩევნებია და ჩვენ მართველი პოლიტიკური გუნდი ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ პირნათლად შევხვდეთ ამ მნიშვნელოვან მოვლენას ყველა მიმართულებით, მათ შორის ნატოში ინტეგრაციის მიმართულებით.